გამარჯობა, დღეს ჩვენ განვიხილავთ MS Word 2013-ს. ის არის ტექსტური რედაქტორი. პროგრამის ფუნქცია შეადგენს ტექსტზე სხვადასხვა ტიპის მოქმედებების შესრულება, შექმნა, რედაქტირება, ფორმატირება, შენახვა, დამუშავება და ინფორმაციის გამოტანა დასაბეჭდად. გავხსნათ Word 2013. შევიდეთ სტარტში, დავაჭიროთ Word 2013-ს ერთხელ. შემდეგ blank document. და ვნახოთ მისი ვიზუალური მხარე. შევხედოთ, რომ მის ზედა მარცხნა კუთხეში არის წარმოდგენილი სწრაფი წვდომის პანელი. ქვევით გვაქვს მოცემული ლენტა, რომელზეც გამაგებულია ჩანართები. ქვედა მარცხენა კუთხეში არის სტატუსის ზოლი, ხოლო მარჯვნივ გვაქვს მოთავსებული რეჟიმის მართვა, ხოლო მის გვერდით კი არის მასშტაბირება. ეს არის სამუშაო არე. ასევე გვაქვს მოცემული ჰორიზონტალური და ვერტიკალური სახაზავები, რომელთა როგორც გამოჩენა, ისე დამოვლვა შეიძლება view-ს ჩანართის ruler ბრძანების მონიშნულად. ლენტა შედგება ძირითადი ელემენტებისგან. ეს არის ჩანართები, არის ჯგუფები, ეს თითოეული წარმოადგენს ჯგუფს, გვაქვს ასევე მმართველი ელემენტები და დიალოგური ფანჯრის ღილაკები. ლენტა შეიცავს სტანდარტულ ჩანართებს, რომლებშიც მართვის ელემენტები გაერთიანებულია ჯგუფებად. ჩანართების შემადგენლობა სტანდარტულია და მის შეცვლა შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ მათი ვიზუალური ზომების შეცვლა, ფანჯრის დაპატარავებით ან გაზრდით. ჩანართის სიმაღლეში 4 სტრიქონისგან შედგება, რომელთაგან 3-ზე ბრძანებებია გათავსებული, ზედა მეოთხე სტრიქონზე კი ჯგუფის დასახელება. ლენტის რომელიმე ჩანართის გასაკრებულად საკმარისია ამ ჩანართზე ერთხელ დაწყაბუნება, როგორც ხედავთ. შემიძლია გადავიდე ნებისმიერ ჩანართზე. ლენტა შეიცავს ჩანართების 3 კატეგორიას. აუცილებელი, სტანდარტული. ისინი ლენტაზე მუდმივად არიან, ასეთი ჩანართი 7-ია, ანუ აუცილებელი ჩანართები. ეს არის home, insert, design, page layout, reference, mailing, review და view. ასევე ჩვენ გვაქვს დამატებითი ჩანართები, როგორიც არის developeri და add-ins. დეველოპერზე განთავსებულია ყველა ის ბრძანება, რომელიც აუცილებელია VBA-სთან, მაკროსებთან, XML-თან, შაბლონებთან, მართვის ელემენტებთან სამუშაოდ. ამ ჩანართების ვიზუალიზაცია ხდება შესაბამისი ალმების ჩართვის ფაილ ფანჯრიდან. აი თუ შევალოთ ჩვენ ფაილში, შემდეგ გადავალთ option-ში, ამის customize region-ში და ჩვენ ხედავთ, რომ გვაქვს developer ჩანართი, რომელიც არ არის მონიშნული. თუ რა თქმა უნდა მას მოვნიშნავთ ჩვენს ლენტაზე, გამოჩნდება developer ჩანართიც. ნუ ამ შემთხვევაში ახლა შეგვიძლია არ მოვნიშნოთ. ასევე შეიძლება თუ დავდგებით აქ მაუსის მარჯვენა ღილაკის დაჭერით customize region და ამოგვიβარდება ზუსტად იგივენაირი დიალოგური ფანჯრა, სადაც შეგვიძლია ასევე developer ჩანართის მონიშნა. ხოლო ჩანართი add-ins-ი ავტომატურად იხსნება თუ აქტიურ დოკუმენტში აღმოჩნდა მესამე ფირმის გაფართოების მოდული ან მაკროსი, მიბმული ინტერფეისის პანელს. ხოლო შემდეგი კატეგორიის ჩანართი ეს არის კონტექსტური ჩანართი. ისინი მოიცავენ ბრძანებებს, რომლებიც საჭიროა დოკუმენტის კონკრეტულ ობიექტებთან სამუშაოდ და ავტომატურად ჩნდებიან ამ ობიექტის მონიშნვის შემთხვევაში. მაგალითად, გრაფიკული გამოსახულების მონიშნვისას ავტომატურად ჩნდება ჩანართი ფორმატი, თავისი მმართველი ღილაკებით. აი ჩვენ თუ ჩავსვავთ, ანუ სურათის ჩასმა ხდება ინსერტიდან, ჩვენ თუ ჩავსვავთ რაიმე ნებისმიერ სურათს, ვნახავთ, რომ გაჩნდება სწორედ ჩანართი ფორმატი, რომლიდანაც შეგვიძლია უკვე დამუშავება ჩვენი სურათის. წავშალოთ ეს სურათი და ასევე კონტექსტური ჩანართების მაგალითია ეს არის layout-ი და დიზაინი. მაგალითად, ჩვენ თუ ჩავსვავთ რაიმე ცხრილს, მაშინ აუცილებლად გაჩნდება ეს ორი ჩანართი. აი მაგალითად შევიდეთ insert-ში, ჩავსვათ რაიმე ცხრილი და ვნახოთ, რომ გაგვიჩნდა ორი ჩანართი, დიზაინი და layout-ი. ლენტის ჩანართებზე გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე კლავიატურიდან ჩანართის გასააქტიურებელ სიმბოლოზე თითის დაჭერით. ამ ვიდეო გაკვეთილისთვის საკმარისია, ხოლო შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში ჩვენ უკვე განვიხილავთ Word 2013-ის თითოეულ ჩანართს თავისი ბრძანება.